ალო? დიახ. კი ბატონო, მივიღე პასუხები. კი ბატონო, ლიმფოციტები 45, ჰემოგლობინი 110, ნეიტროფილების სეგმენტბირთვიანი 24. კარგი და იქნება ის დანარჩენი ანალიზებიც და დანიშნულებას მერე მოგცემთ. მოკლედ რა. ესე იგი პაციენტს ველაპარაკე ხა? დამირეკა პროფესორი ტატიშვილი ბრძანდებითო? მე ვთხარი კი მეთქი. ხო და ანალიზები იქნება, დანიშნულებას მივცემ. ეს სპექტაკლიც მორჩა. ბავშვები კმაყოფილია ყველა. ეს მაშა ვინ ყოფილა, კაცო? დამაგიჟა ამ მაშამ, კაცო, რამდენი ვზდია, იცი? რა ენერგიაზეა? ეგ ნახდათ ოლიმპიადიდან არის გამოქცეული, რა, გეფიცები რა. მოდი. მიჯო. ვალიკო. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მაშა შენიყავი, კაცო. რას დარბი ხარ? რა იყო? რამ გაგამწარა? მე კი სამაგერო დუცები გიცანი. როგორ მიცანი? როგორ და ცეკვანი ვარსკვლავებში როგორც დაბაჯებდი ეს დათვიც ისე დადიოდა. კარგი, ხო, აღარ მინდა ეს ძველი. ხო, ძველი ქიშა. რა იყო ხეთაში დასაკრავი? რა მოგეწონათ? ვიმე რამდენი ვიცინეო, რა ხარ შენ ვალიკო რა. ხო, დავაშლა. მოკლედ კარგი ხო, რამდენი მაცინე. დაიხურე ხა ისე, თორე გაუსკდათ ბავშვებს გული, ულვაშებიანი მაშა რა ჯანდაბაა, კაცო. ხო, კაი, დავიხურა. მოგავატო. ბატონო ვალიკო. ხო. ჩემი ფორმა ჩაიცვით დღეს? და რა ვქნა, მართლა? ხო. მაგრამ არა უშავს. 22 თებერვალს გრიბოედოვის თეატრში რო დაიწყება სპექტაკლები, არ შეგეშალოთ. თქვენ ხართ ყაჩაღი. გაიგე ადამიანო, შენ ხარ ყაჩაღი, მაშა არა ხარ შენ და მე ხო დათვი ვარ. არაო, თქვენ ხართ ლობიო. ლობიო კი არა. ლობიო ვარ, ჭკუა რო ვერ ვისწავლე ამ ხელა პროფესორმა კაცმა. გაიწი იქით. Washingtonში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენი ანთაშელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილსი გავეთ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დაიწყო სოჭის ოლიმპიადა და ამ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მეგავარსკვლავი მაგდა ვასაძე ბოიკოტს უცხადებს სოჭის ოლიმპიადას. როგორც მან თავის Facebook-ის გვერდზე განაცხადა, მე პუტინის PR კამპანიისთვის რაღაც მილიარდიან ღონისძიებას ვერ უყურებ და თურქული სერიალების ყურებას თავს ვერ დავანებებ. მე არ მქონდა იმედი, სიმართლე გითხრათ, რომ ქართველი სპორტსმენები იქ რამე მედალს აიღებდნენ, მაგრამ ახლა სოჭში ისე თბილა, რომ უკვე რაღაც იმედები გამიჩნდა. დათვა, თოვლი დადნა და შესაბამისად რაღაც გარკვეული ზამთრის სახეობებს სახელები შეეცვალა. აი, მაგალითად, ამ ოლიმპიადაზე იქნება ფიგურული სირბილი. იქნება გუბის, ანუ ტყლაპოს ჰოკეი. და ასეთი მიყვარს ეს სახეობა სპორტის, იქნება ტრამპლინიდან გადმოხედვა.
კარგი, ქართულ სპორტსმენებს გამგზავრების წინ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ნუ რა უნდა ეთქვა ახლა პრეზიდენტს, იცოდა მან რომ იქ მედლის ამღები არავინ იყო და დაახლოებით აი ესე გამოუვიდა. ნახოთ ვიდეო. ჩანგლები და კობზების მინისტრით საჭმელი. გესმის ხო? თუ ვინცობა მოედანზე წაიქცეს ვინმე მოთამაშე, მიდით, წამოაყენეთ, ბოდიში მოუხადეთ და საქართველოში დაპატიჟეთ. გაიგეთ ხო? კარგი, ზამთრის სახეობებიდან გადავიდეთ ზაფხულის სპორტზე, კერძოდ ფეხბურთზე. ამბობენ, რომ ბატონ თემურ ქეცბაიას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს სამჯერ შეუმცირეს ხელფასიო. მაგრამ ბატონი თემური არ კარგავს შემართებას და იმ დღეს განაცხადა, რომ გეუბნები რა. მე კაროჩე ფული არ მაინტერესებს, გაიგე? მე ფული, გაიგე, არ არის მასე თქვენ რო გონიათ, მე მაინც ვიჩალიჩებ კაროჩე, რომ გავიყვანო ევროპაზე გუნდი, ბლად. ცნობილმა ქართველმა ოპტიმისტმა და ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ აი მე რაღაც ჩემ ხედვებშიო, მაგას ხედვები ქონია. ჩემ ხედვებშიო, აი ესე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ხედავ მსოფლიოს ჩემპიონატზეო. ფეხბურთში. სოფლიოს ჩემპიონატზე ხედავ, გჯერათ ახლა თქვენ ამის. გჯერათ თქვენ? არც მე არ მჯერა. რა არიცი? კაკულია, ქეცბაია, რაღაცა მეგრული მაფია მგონია. ჯერ სათხართ კაროჩე. ეხლა ამათ ნარმანია და ემატება. ნარმანია და მე ნახე და მე უნდა გადავარქვა ჩემ გადაცემას სახელი. ღამის შოუ გურამ მაკალათიასთან ერთად. ოღონდ ისე მეწავლა. კარგი, მეგრული მაფიიდან გადავიდეთ შაურმის მაფიაზე. იმ დღეს უყურებდი ბატონ დავით აქუბარდიას ერთ-ერთ გადაცემას, სადაც მან აღნიშნა, რომ პირველად ვჭამე შაურმაო. მოდი ერთად ვნახოთ. ხუთის პირველად გავსინჯე შაურმა. აი კეპეის მეექვსე კორპუსის წინ ესა შაურმას მე მეწარმეების, მცირე მეწარმეების ის იყო აქცია, ეგ გახდეთ იქ ძოლი, დღეს იქ ძოლი გვაგდა და მე ვიყავ ესე თქვა ძოლი და ეცა კაცმა ის გვესაუბრა ჩვენ, აი ჩემი ის არის შაურმა გაღმაო და აი მოდი და ნახეთო და წავედი, სადღაც ნახევარი გადავიხადე თითო პორციაში სამიანი. პირველად ვაფშე ფანტასტიკური საკვებია. ფანტასტიკური ბიჭები არიან, მეექვსე კორპუსს მოპირდაპირებ ხარეს გაჩერებასთან არის შაურმა ქვია, მოიცადე ის ხმეტო თანამემამულე კი არა, რაღაცა აქციები გახდა ყოველწლიური იმის სახელი ქვია. ჩვენებურები აწერია. შაურმა თანამემამულე. ბატონო დავით, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ზოგჯერ მართლა ძალიან სასიამოვნოა შაურმა, ფანტასტიკური საკვებია, მაგრამ თქვენ მაინც ფრთხილად იყავით, ნამეტანი არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება დაგემართოთ ასწვრივი კოლინჯის ობტურაცია. ამას მოყვეს კარდიალური რგოლის უკმარისობა და შესაბამისად ჰეპატოსპლენომეგალია. ხო და აი რო არ მოდიხართ ჩემთან გადაცემაში, მე მართლა მოხვალთ ჩემთან, როგორც პაციენტი და მეტყვით. ოთარ, თუ ძმა ხარ, ერთი რაღაცა მიპუღებს და შემხედე რა. კარგი, კიდევ ერთი ნაწყვეტი იგივე გადაცემიდან, შაურმაზე საუბარის რომ მორჩა, აქუბარდია, უფრო ამაღლებულ თემებზე ავიდა და ვეფხის ყაოსანზეც ისაუბრა. ნახოთ. მთლიანად გადართული ვართ იმაზე, აი რატომ იტირა მერაბიშვილმა. კი არა ის რაფია, ტარიელი ტირო და წყლისაპირსა. ეს კაი დონჯუანი იყო. ტარიელი იყო დონჯუანი. მართალი ხარ ბატონო დავით. ტარიელი იყო დონჯუანი, ავთანდილი იყო მარქსისტი და ფრიდონი იყო სულაბერიძე და ცეკვავდა, ხო? კარგი. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში იწყება სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების პროცესი. პროცედურა, ანუ ყველა სასტუმროს უნდა კონდეს გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავი. გამოიყოფა კომისია, ნახავენ იქ კვება როგორია, ჰიგიენური ნორმები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე ერთი სასტუმრო ვიცი ლილოსკენ, ერთხელ წვიმამ მოგვისწრო მე და ერთ გოგოს და იქ გავათენეთ და ესე იგი იმ სასტუმროს ერთ ვარსკვლავსაც ვერ მივცემდი მე მაგალითად. ვარსკვლავს კი არა, ესეთ პატარა ასტეროიდსაც არ მივცემდი. მაგ სასტუმროს უფრო შეეფერება შავი ხორელი რა.
ერთი შავი ხვრელი. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა განაახლა სამომხმარებლო კალათის პარამეტრები და პირველადი მოხმარების პროდუქტებს დაემატა ხორცი, ვერმიშელი, ტყემალი, ყავის სერვიზი და გიტარა. ანუ ეს ყველაფერი თუ გაქვთ, არ ითვლებით ღარიბად. და მართალია, ხალხო, რა სერჩით ახლა? მე თუ ვერმიშელი მაქვს მოხარშული, ხორცი შემწვარი, სერვიზი მაქვს გაშლილი, ყავის და გიტარაზე უკრავ, ვიღაცა რომ მოვიდეს და მითხრას ღარიბი ხარო, ხო გაუქანე და შემუთე ეს გიტარა თავში. ამ წესის მიღების შემდეგ ჩვენი ბენდი გაიყო ორ ნაწილად. ესე იგი, ჩაქცეულები, გიტარისტები ზუკატოვი და მჭედლიშვილი, გაჭირვებულები და გაუბედურებულები საშა და ნიკო, აქეთ ამას შეხედეთ, რასაც ცოდავაძის დაათრევს რაღაცებს, გუფით რაღაც ჯოხებით დადის, აწყობს, შლის, გაჭირვებულები, გაღატაკებულები და მაგდა იქნება რამე აბა, სულ ასე ხო არ იქნება. რაღაცა შენს გეშველება. სანამ ორი ჩაქცეული და 1 2 3 4 5 გაჭირვებული ტიხრის დასაკვრელად ემზადება, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ მეფე მსახიობთა და რეჟისორთა, ლოტბართა და დირიჟორთა, ბანდთა და ბასთა, ყოველთა ძეგლთა და მუზეუმთა. რუბრიკის სტუმარია კულტურის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია, გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. რომ აი სეზონის პირველივე გადაცემაში გვყავს ესეთი მნიშვნელოვანი სტუმარი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ აი ზოგს გონია, რომ კულტურის სამინისტრო არის იოლი სამინისტრო, რომ ადვილად სამართავი, რომ რა ხდება იქ, ხედან მხოლოდ ყავას სვავენ და ვიღაცების კონცერტებზე დადიან. სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს გამოჩნდება დღეს ჩვენი საუბრიდან, იმიტომ რომ ესეც შეკითხვები მაქვს მომზადებული ყავაზეც და კონცერტებზეც. კარგი, ახლა გავარდა ხმა. სულ ახლა ხანს, რამდენიმე დღის წინ. რომ გურამ ოდიშარიაო გადადგაო. ანუ რატო გავარდა ეს ხმა, რომ გურამ ოდიშარია გადადგაო? ესე იგი ვიყავი კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრი ჩამოვედი და ტელეკამერები მელოდებიან და მეკითხებიან, რომ აი თქვენ გადადექით, რატომ გადადექით? ამიტომ ხომ არა 1000 მიზეზს მეუბნებიან და აი მე თვითონ ვეკითხებოდი, აი მე არ ვიცი რატომ გადავდექი, თქვენ იცით ეგ ამბავი და კინაღამ გადავდექი და მაშინ და კინაღამ გადავდექი ჭკუიდან, მაგრამ ესე იგი მიშველა ჩემმა ორმა სახელმა ისევ ხო მე ვფიქრე ახლა თუ გადადგა ალბათ გურამ ოდიშარია გადადგა მირიან ოდიშარია დარჩა ან პირიქით მირიანი გადადგა და გურამი გადადგა ასე რომ ეს სათადარიგო სახელი ჩემოთა ძალიან მოსახერხებელია და განსაკუთრებით ამ ექსტრემალურ ვითარებებში აჰა კი ბატონო ანუ ორი სახელი რო ყველას ჰქონდეს ცუდი არ იქნება კი მე ვფიქრობ რომ არ იქნება რაღაც მომენტში გამოგვადგება კი როგორ არა აი ერთსახელიანი ხალხის არ მშურს იმიტომ რომ აი როგორ არის იცით აი მირიანად მიცნობენ უფრო აი თანაკლასელები ჟურნალში ასევე წერე და როდესაც ვიღაც მიძახის მირიან უცებ მთელი ბავშვობა მომიტივტივდება თვალწინ და გამოვხედა ვიცი რომ ბავშვობის მეგობარია კიდევ თუ კაც მეცახელი აქვს ეხლა მიროს მიძახდნენ მე ხატავდი ადრე ეხლა ხატავ ხოლმე ხანდახან და აი ეს ნაივისტები მიყვარდა ძალიან ხუან მიროს ხვები და ამიტომ შემართვეს მიროც აი მესამე უკვე დიალოგში რომ ერთვება რაღაც ძალიან რთული პრობლემის გადაწყვეტისას ასე რომ ძალიან მეხმარება კარგით მე დღეიდან ვარ ოთარ ლონგინოს ტატიშვილი და ასე დამიძახეთ სადღაც ეს მეორე სახელი აუცილებლად გამომადგება კარგი ახლა მე რაღაცები ამოვიწერე მოვამზადე მოკლედ ეს შავი პიარი ხო ყველა დროს იყო მთავრობის წევრებზე მეთანხმებით არა მარტო მთავრობის წევრებზე უბრალოდ ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე
არის შავი პიარი. მაგალითად გუფიზე მაკალათია, გურამ მაკალათიაზე და ამას აუგორეს, რომ ეგ გუფი კი არ არის, ეგ პლუტოა და რაღაც ასეთები. აი ხა თქვენზე მაქვს ამოტები. შეხედეთ, სიმებიანი საკრავებიდან ერთი სიმი თქვენ ჯიბეში მიდის. კი, უნდა ვაღიარო ესე, იმიტომ რომ ფაქტია, მაგრამ აი ჩასაბერებიდან რამდენი ჩაბერვა მიდის ჩემზე? ყოველი მეხუთე ჩაბერვა, ესე იგი ჩემზე მოდის. კარგით. აბა როგორ ჩასაბერიდან? აი დასარტყამ ინსტრუმენტიდან ყოველი მეოთხე დარტყმა და წარმოიდგინეთ ახლა რაველის ტოკადო. ყოველი მეხუთე ჩემ. კარტრიჯის მაფია აქო გურამ ოდიშარიასო. და მხოლოდ იმ წერლებს უფინანსებს ციგნებსო, ვინც მისი კარტრიჯით ბეჭდავსო. ესეც არის ხო, მაგრამ ნუ თლათ არ არის კიდევ ეგრე სწორად, იმიტომ რომ იქ ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ესეთი სათაური წერილი, რომ აი ჩემზე, მაგრამ იქ აი ამ კარტრიჯზე ზუსტად ისა კარტრიჯი გაკარტრიჯებულა, საკარტრიჯეში ჩაკარტრიჯებულა, ხო და იქ ყველაფერი არ არის ზუსტად, მაგრამ რაღაცა ეხლა თქვენ რაღაცნაირად მიხვდით მაინც გუმანით, რომ რაღაც მსგავსია და ყველა წიგნს ეთყობა, რომ იქ ჩემი კარტრიჯის ამბავია. კი ბატონო, და რითი უნდა ამოვიცნოთ, აი რომ თქვენი კარტრიჯი, ანუ მე მწერალს რო გადავშლი. დიახ. როგორ უნდა ვიცნო, რომ ოდიშარიას კარტრიჯით არის დაბეჭდილი? ყოველი მეხუთე სიტყვა ჩემია. იმ წიგნიდან. და ამას კარტრიჯი თავის იმას იერს ტოვებს მასზე, კი. კი ბატონო. ანუ ერთგვარი ლაიტმოტივი არის. ლაიტმოტივი არის, კი. ახეთ მე რთული სიტყვებიც ვიცი, ახლა ენციკლოპედიაზე ლზე ვარ გაჩერებული და ლაიტმოტივი ვიცი რას ნიშნავს. კარგი. ერთი მომღერალი გააგდეს ოპერიდანო და ისე ხშირად იჯდა საჩივრით თქვენს კაბინეტში და ისე შეგიჭამათ ტვინი, რომ ერთ დღესაც გაბრაზდით და ძუძუ მოაჭამეთ. ეხლა როგორ არისო თარო? ეს სხვა ოპერიდანაა. სხვა ოპერიდანაა, სხვა იყო შემსრულებელი და ასე შემდეგ, მაგრამ ისე ჩემთან მართლაც მოდიან ოპერის მომღერლების და ერთხელ მოვიდა 1-2 თვისინ ერთი ქალბატონი 80 წელს გადაცილებული, ძალიან ლამაზი ქალი იქნება და ახლაც ლამაზია, ხო, რაღაცა ესე შეფერადებული ლოყებით, პომადა წასმული, ოპერის მომღერალი ყოფილა და მითხრა რომ აი ბატონო მინისტრო, ამდენი ხანია ვცდილობდი და მოვედი თქვენთან და არია მიმღერა ოთარ. ჩემს კაბინეტში იმღერა არია, ისე კარგად იმღერა, თან ვზივარ, წვიმს, ჩემ ბანჯარაში ჩანს აი ეს იუსტიციის სახლის კოდები. კი მე ნამყოფი ვარ თქვენ კაბინეტში. ხო ვიცით, აი იუსტიციის სახლის კოდები. ბუხარს ანთებთ ხოლმე თუ ბუტაფორია? ის ნახევრად ბუტაფორია, ესე იგი ბუხარი ნორმალურია, მაგრამ არ ვანთებთ, ასე რომ ნახევრად ბუტაფორია. ნახევრად და ყვარი მოედინება, მოსაცდელში მელოდებერთი 20 კაცი მაინც, ხო და სიხარდა უსმენ არიას შესანიშნავი ქალბატონის და ვისარგებლებს შემთხვევით და მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა ჭეშმარიტ შემოქმედს, რომლებიც ჩვენ აი ესე გვეხმარებიან ცხოვრება და ჩვენ სტრესებსაც ასე გაწვენ. კი. ასე რომ ხო, ესე იგი, ახლა არ მიწყინოთ და რაღაც გარკვეული ჯგუფი იყო მოსული ჩემთან, რო გაიგეს, რომ გურამ ოდიშარია იქნებაო სტუმრათო. და პირდაპირ აქ მოვიდნენ, რომ თავის პროტესტი გამოხატონ და თქვენ როგორც დემოკრატი, როგორც ლოიალური ადამიანი, ხო მოусმენთ მათ ბატონო გურამ? შემოვნებით. აი ვის რა უნდა, ხო? კი ბატონო, აი შემობძანდით. შემობძანდით. გადადექი. რა გადადექი რა რანაირად იქცევით? რა უკულტუროთ იქცევით? თქვენ კულტურის სამინისტროსთან ხო არ გონიათ თავი? რანაირი მოქცევაა ეს? ცოტა ეხლა მშვიდად აქ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს, საკმაოდ ისეთი სერიოზული გადაცემის, სტუმრად ყავს კულტურის მინისტრი, ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრება და მე ვნახოთ რა სიტყვის ბატონი მინისტრი. კი ბატონო. აი დავიწყოთ, თქვენი სახელი? ჯიმი. ჯიმი. ნამდვილი ქართული სახელია? ნამდვილი სახელი. მოგესალმებით. ორი ქართველი ვიცი მე. ჯიმი, გვარი თქვენი? აბესაძე. და ერთი ჰენდრიქსი ვიცი. ჰენდრიქსის კი. ის გარდაიცვალა თორე გიმღერებდა თქვენთან კაბინეტში იმღერებდა. მოგესალმებით. ეიჯო, მიდი, დიახ. მოგესალმებით სულ. მე მაქვს პროტესტი. კი ბატონო. მე არ მეძახიან არც ერთ საახალწლო კონცერტზე. მე ისიც ვიცი პირადად მე კულტურის სამინისტროში ბლოკავს ქალბატონი მარინა ბერიძე. საზოგადოებისთვის ცნობილი იაზო ქალი. ბატონო გურამ. ეხლა მე ვიმღერებ. ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი შემიძლია თუ არა მე ვიმღერო კონცერტებზე. თუ შეიძლება გულმართალი კაცი მიყვარს სიმართლისთვის ანთებული, მეგობრისთვის გზად და ხიდად დადებული,
არაფერი არ მინდოდა სიმღერის და ლექსის გარდა მეგობარი მე ყოველთვის გვერდით ყავდა სიმღერა დამიჯერე მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო აქ მაწყვეტიებ და ისიც მეტი აღარ ვიცი ბატონო რა სატანჯურია ერთი წუთი ჯიმი აბესაძე რა სიტყვის ბატონო გურა აი რა შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქე ჯიმი აბესაძეს ერთი რამ წინ კიდევ მილიონი ახალი წელია და ჩვენ თან მუშაობს კომისია ჩვენ ჩავწერთ ჯიმის ეხლა 2020 წლამდე შევსებული გვაქვს მილიონი ახალი წელი კი არის მაგრამ ეს რამდენს მოესწრება კი 2020-ზე მეც მოესწრება როგორ არა აი მერეო 2001-ზე გვექნება საუბარი მადლობა 2021-ზე 21-ზე ბოდიში 2021-ზე მანამდე ასე უნდა იაროს და ნერვები მიშალოს ხანდახან მეც ხო შეიძლება ჩემი აზრი მოვახსენო კი როგორ არა მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი მართლა დაჩაგრულია ოღონდ ეს ადამიანი მარინა ბერიძესგან კი არ არის დაჩაგრული ეს ადამიანი დაჩაგრა ბუნებამ და ცხოვრებამ მე ასე მგონია მე ვთვლი რომ კულტურის სამინისტრო აქ არაფერ შუაშია მე ვთვლი გენაცვალე რომ თქვენ უნდა მიმართოთ რეინტეგრაციის სამინისტროს რომ თქვენი რეინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში იმიტომ რომ ძალიან ასტრალში ხარ გასული გენაცვალე ასაგებია ხო მეთანხმებით? კი, მე უნდა ვმუშაობდე თქვენთან, რა უნდა მარინა ბერიძეს თქვენ სამინისტროში. ხანდახან უნდა და ესე გავაკეთოთ, რომ ხანდახან თქვენ ჩემთან კენდღეებში მოვილაპარაკეთ. გადაიღეთ ეს, გადაიღეთ. ჯანდაცვა თუ არა კულტურა მაინც დავიჩალიჩეთ. კარგი. განვაგრძოთ. შემდეგი ვინ არის? მე. რა გაწუხებს გენაცვალე? მე მინდა გათხოვება. მე დაგასწრებთ მაპატიეთ ბატონო გურა შვილო შენი სახელი ნია მე მგონი შენც რეინტეგრაციის სამინისტროს უნდა მიმართო რომ შენი რეინტეგრაცია რაღაცნაირად გათხოვების სახით დაუბრუნდე ჩვენ საზოგადოებას არა მანდ ვიყავი უკვე და თქვენთან გამომიშვეს კარგი მაშინ მე შემიძლია მოგცე ლევან ვასაძის ტელეფონის ნომერი. ლევან ვასაძეს ხო იცნობ რაინდი რო არის? კი. ლევან ვასაძე არის დაკავებული აი ამ დემოგრაფიული და გათხოვება არ გათხოვების პრობლემებით და მივცეთ ეს ნომერი და მიხედეთ მე თქვენ ამ საქმეს, რა ვიცი. მე სხვანაირად აბა რა შუაშია, მე ვერ გავიგე. კულტურის მინისტრი. რა შუაშია აი ნიაშვილი. ბატონო გურამ, თქვენ რო დამეხმაროთ რომ გავხდე მის საქართველო და მე უკვე მე თვითონ მივხედავ ჩემ თავს. იმიტომ რომ ყველა ჩემი დაქალი მასე გათხოვდა. 이제 ჩვენი პროფილია. არა, პროფილი ჩვენი არა თქმა უნდა. ნუ არის ერთი საბჭო დაახლოებით ამ პრობლემით არის დაკავებული და იმ საბჭოზე ამ საკითხს გავიტანთ. ხო, აი რა აუცილებლად. ასე თქვით რომ გახდება ნია მის საქართველოს გახდება ნია. დავიბარებთ, გავაცნობ საბჭოს წევრებს. მაინც შეპილდებით რა ვიცი. ხო, არა ესე ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. კარგი. ვალიკო. შერასაკეთებ. რას ვაკეთებ კი არა და მოვითხოვ თბილისის ღამის კლუბებში გაუქმდეს face control-ი კაცო. რატო არ მისცემენ მე კლუბში არ ვიცი. მიზენაგლებად მეხერხება ცეკვა და დილამდე თუხთუხი. კარგია თუხთუხი. რა არის სასაცილო? გაჩვენოთ რა შემიძლია? Magari aura Techno ari Ella nashamkilia კარგი. ვალიკო. ჩემთან მოდი მერე, ჩემთან კლინიკაში არის სპეციალური განყოფილება. მოხდა, კარგი, გავიგეთ. შეგიძლიათ რამე უთხრათ თქვენ face control-ი გეხებათ? ნახოთ, გავაერთიანოთ ჩვენი სპეციალური განყოფილებები ჩვენც აგვაქვს. დიახ. და ბოლოს ეს ადამიანი ჩუმად როა თქვას რაღაცა. დიახ, ისმე, თქვენ რა პრეტენზიით ხართ მოსული? მე მინდა შევიკრა ბიჭაკის ღილი და ოფიციალურად ყველასთან დასწრებით ბატონ მინისტრს, კულტურის მინისტრს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მე კულტურული ადამიანი ვარ და ვიცი მოუხადო ბოდიშია და გადავუხადო მადლობა იმისთვის რომ ჩემს კორპუსში ახდა ჩემი 15 წლის ოცნება და ბოლოს გაიყვანეს გაზი ბუნებრივი აირი რომელიც იწვის კიდეც დიდი მადლობა ბატონო გურამ
ძლივს ავნახე ადამიანი, რომელმაც იცის კულტურის სამინისტროს დანიშნულება. ძლივს ვნახე ასეთი კაცი, გაზი გაიყვანეს, ხო, რა შუაშია კულტურის მინისტრი. მე მინდა გავიხსნა პიჯაკის ღილი. თავიდან მეც მასე ვფიქრობდი და მინდოდა მადლობა გადამეხადა ბატონ კახა კალაძისთვის, რომელიც მილანში თამაშობდა და ახლა მინისტრია ენერგეტიკის. მაგრამ ის მუშები, რომლებმაც გაზი გაიყვანეს ჩვენს კორპუსში, ისეთი კულტურულები, ზრდილები, აღზრდილები, ისეთი ხელოვნებად მცოდნეები და ძეგლთა დამცველები იყვნენ, რომ მე მადლობას ვუხდი არა ბატონ კახის, არამედ ბატონ გურამს. დიდი მადლობა ბატონო გურამ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, აი ხო ხედავთ. ამასაც რაღაც განყოფილება არა გაქვს თქვენ? არა, ჩვენ აი კულტურით არის გაჟღენთილი მთელი ქვეყანა და აი ამიტომაც ზუსტად აი ქვეყანა კი არის კულტურით გაჟღენთილი, ეს რითია გაჟღენთილი. გაზით. მორჩა თქვენი გაზი. კარგი, თქვენ მოგაქცევთ ყურადღებას. თქვენს ალბათ გათხოვდებით, თქვენ ორივეს ხვალ მობძანდით და დაგაწვენთ. კარგად ბრძანდებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებით. კარგად. აი ეს რო არ გამეკეთებინა მე და აი ეს პროტესტი აქ ვარ ყოფილიყო, ხო, ესენი მე არ მომეშვებოდი. და ჩემთან მოვიდოდნენ. თქვენთან სამინისტროში მოვიდოდნენ. ნახეთ მე როგორი მეხამრიდი ვარ თქვენთვის. კი, მე ყოველთვის ვივლი თქვენთან, როცა იქნება განსაკუთრებით სახიფათო ვითარება. რა თქმა უნდა. სამინისტრო. რა თქმა უნდა. კარგი, ახლა გამოკითხვა ჩავატარეთ. დიახ. თბილისში მოქალაქეებს ვკითხეთ, ჩვენ უსაყვარლეს მოქალაქეებს, რა იყო 2013 წლის მთავარი კულტურული მოვლენა საქართველოში. და მე ვგონებ, რომ თქვენ როგორც კულტურის მინისტრს გაინტერესებთ, რას ფიქრობს ჩვენი ხალხი ამ მოვლენის შესახებ. ანუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა 2013-ში. ხო? რა თქმა უნდა, აბა როგორ. გაუშვათ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში ჩატარებული ჯაზ ფესტივალი. უნდა გადავიმეორო. 2013 წელს? ან ნობელის პრემიის მინიჭება კანადელი მწერალი ქალისადმი. შეიძლება ეს. ზოგადად კულტურული მოვლენა არ მახსენდება 2013 წელს. და საუკეთესო საერთოდ არ მახსენდება. საქართველოში დიდად კულტურული მოვლენები ჩემი აზრით არ ტარდება და ჩემთვის კონცერტები არის როკ ჯგუფების, რომელსაც მე უსმენ. მაინც ჩვენთან არის ტანელორნი, ჩვენთან არის ინდუსტრიალ სიტი და ასე შემდეგ. ბევრი სანაირი ჯგუფი არსებობს, მაგრამ კონცერტი? სამწუხაროდ არსებობს ინდუსტრიული მანქანა, რომელიც ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, რომ უფრო ფართოდ გაეცნონ. არ ვიცი. ესა ვერ გამოყოფ ნამდვილად. რა, ჯავახიშვილში ტარდება ჩვენს დარბაზში ალბათ კონცერტები. ქორისიერებები და არ ვიცი. 2013 წლის მთავარი კულტურული მოვლენა ალბათ მთელი საქართველოსათვის ჩემი აზრით იყო ის წინსვლა, თუნდაც უცხო პიროვნებების ჩამოყვანა კულტურის სფეროში, ვინც მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც თქვათ რაღაც წინსვლა გააკეთეს, რაღაც სიახლე შემოიტანეს ქართული კულტურის განვითარებასთან დაკავშირებით. ეხლა კონკრეტულად აღარ მახსენდება, მაგალითად მე გამოვყოფდი თუნდაც პიკასოს ნამუშევრების საქართველოში ყოფნას, პირადად მე როგორც დამთვალიერებელმა დიდი სიამოვნება მიიღე ამ კუთხით და უფრო მეტი გავიგე. რა თქმა უნდა, ისედაც თეორიული დონეზე კი ვიცოდი, მაგრამ უკვე ვიზუალური მასალის ნახვას ცალკეული უფრო გამორჩეული ეფექტი აქვს და ამგვარი სხვა შემთხვევები, რომლებმაც თუნდაც ჩემი როგორც მოქალაქის თვალთახედა უფრო გააღრმავა და მრავალფეროვნება შესწინა იმ ცოდნას, რომელიც მე მქონდა და მედოვნებ 2014-ში გაგრძელდება ეს ყველაფერი. Dibarba concert. Dibarba concert is good. Dibarba concert. 2013 წლის მთავარი მოვლენა ალბათ ოთარ ტატიშვილი რო ცეკვავარს კლუბის ჟურიში მიიწვეს, კი, ეგ, კი.
აი თქვენ როგორ შეაფასებდით? იცის ხალხმა რა ხდება საქართველოში კულტურის აი საინტერესო აი ბიჭი რომ იყო, აი შავი პალტოთი არა, აი მან თქვა, კარგად აღწერა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი დადგება. რა თქმა უნდა, მე უფრო ის ბიჭი მომეწონა ოთარ ტატიშვილი რო ახსენა, მაგრამ არა უშავს. არა მეც ის მომეწონა, მაგრამ მეორე ადგილზე გავიყვანდი. მეორე ადგილზე გაიყვანდით. მე იმას გავიყვანდი მეორეზე, თქვენ რომ მოგეწონათ. აი ვიკამათოთ ახლა. ვიკამათოთ, ჩვენ ჟიური ვართ. კარგი. თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2013 წელს გარდა იმისა, რომ ოთარ ტატიშვილი მიიწვიეს ცეკვანმაშყლობის ჟიურიში? აი ყველაფერი, ყოველი. გარდა ამისა, ყველაფერი კულტურული მოვლენა. ყველაფერი იმდენი, ყოველი დღით კულტურული ცხოვრება, გაჟღენთილი ვართ. ახლა წერილი გამომიგზავნეს, ეხლა ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ, ეხლა კი ვარ ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ და ამიტომ შეკითხვა გამოგიგზავნეს როგორც კულტურის მინისტრი. აი, ნახეთ, ბატონო გურამ, თქვენ ბრძანდებით კულტურის მინისტრი. როგორც კულტურის მინისტრი, რას გვიპასუხებთ ამ შეკითხვაზე? რა იგეგმება 2014 წელს ქართული ჰევი მეტალის ასაღორძინებლად? პატივისცემით ოსბორნ ბურჭულაძე. შეგი ახაც მომაკვლია ოსბორნ ბურჭულაძემ. დიახ. ოღონდ აი ერთი რამ უნდა. ანუ დაგდევთ ეს ოსბორნ ბურჭულაძე. ყოველთვე გვეკითხება ჰევი მეტალთან დაკავშირებით. ყოველთვე მოდის წერილები და მე ერთ-რა დაბნეული ვარ ხოლმე ეს ოსბორნი არ ვიცი კარგად ქალის სახელია, კაცის სახელია და ამიტომ პატივცემულოს მიმართავ ხოლმე ასე და პატივცემულო. ეხლა შემიძლია მიმართო, ხო? რა თქმა უნდა, პატივცემულო ოსბორნ. ესე იგი ეს მიმდინარე წელი იქნება 2014 წელი ჰევი მეტალის წელი. ეგ ჩვენი პრიორიტეტია და მთელი საქართველო გაჰევი მეტალისტება. ჩვენ შევქმნით ახალგაზრდა ჰევი მეტალისტების ჯგუფებს, ჩვენ შევქმნით კულტურის არხს, რომელსაც მარჯვენა კიდეზე აწერია heavy metal. მე კი რა ვქნა, ასე გავაკეთე. ცოტა ისე გავაკეთე. ასე უნდა გავაკეთოთ. კარგი, ოსბორნ ბურჭულაძეს რა უჭირს? კიდე კაი რომ თქვენამდე ნირვანა გურიელაშვილი არ მოვიდა. კი, არა, ისიც მოდის ხოლმე ხან. მოდის ხოლმე. აქ ახლა არ მოსულა. თქვენზე გავიგე რომ თუ შორგზაზე მიდისო, ყიდულობს დიდი რაოდენობით პურს და გზაზე მაწანწალა ძაღლებს აჭმევსო. კი, ეგრეა. მართალია? და საიდან მოდის ეს ტრადიცია? ეგ ჩემი ძველი სიყვარული საერთოდ ცხოველებისადმი და ძაღლებისადმი და ისე საოცარი რა არის რომ მე კატის წელში ვარ დაბადებული და რატომღა ძაღლები უფრო მიყვარს ხოლმე და მართალია რომ მივდივარ შორგზაზე ყოველთვის მეოქ პური ბევრი და როდესაც ვხედავ მაწანწალა ძაღლი ქალაქიდან ქალაქში სოფლიდან სოფელში რომ გადადის ხომ ჩვენს ყველანი მგზავრები ვართ და ეს პლანეტა მარტო ჩვენი ხომ არ არის ადამიანების და ვაჩერებ მანქანას ვაძლევ პურს და ვეუბნები ამიგო მაგრად იყავი დღეს ღმერთი ჩემი ხელით გაძლევს პურს ხვალ კიდე ვიღაც ჩამოივლის და იმის ხელით მოგცემს და ასე შემდეგ და შემდეგ მაგრამ კიდევ ერთი რამ მაქვს მინდა გამოიყენო თქვენი ეთერი კიდევ ერთი მაქვს ესეთი საიდუმლო რა თქმა უნდა არა ჩემ მეგობრებმა იციან განსაკუთრებით რა თქმა უნდა მონადირეებმა მეუბნები მათ ხოლმე ვისაც გავეცნობი და მეუბნება რომ მონადირევა აი რაზე ნადირობს მეუბნება ვიხვზე იხვებზე ნადირობენ მეუბნები მაჩუქე ერთი იხვი აუცილებლად გაჩუქებ ერთს კი არა რამდენიმეს როცა მოვკლავ მეუბნები არა შენ რომ ამბობ ახლა ისეთი იხვი კი არ მჭირდება აი როგორი იხვი მაჩუქე მეუთხარი აი ჩასაფრებული ხარ გაიფრინა იხვმა 50 მეტრის სიახლოვესა მილიონი პროცენტი ესური და მოკლულია მაგრამ გაიხსენე რომ უნდა მაჩუქო მისი სიცოცხლე და არ ესროლო მას გაფრინდეს და შემდეგ უკვე ის ტყვია ჰაერში ისროლე იმ დროს როდესაც მე დამირეკავდა მეტყვი რომ ერთი იხვის სიცოცხლე ესე იგი მაჩუქა და ასე რომ ძალიან ბევრი იხვია ჩემს ზოპარკში რამდენიმე ყურდღელია რამდენიმე შველია და კიდევ წყლის ქათამი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მანდ გაიცანით ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით ნახე როგორ ესე მოხდა როგორ მოხდა აი ვინკრიშავენ მაწანწალა ძაღლებს რომ ეკითხებოდით აი ესე კარგი მე არ შემიძლია რომ არ შევეხო იმ თემას ეხლა ეს რა თქმა უნდა ტკივნეული თემაა მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქია საქართველოში სოხუმი სადაც თქვენ დაიბადეთ სადაც თქვენ გაიზარდეთ სადაც უამრავი მეგობარი გყავთ და მე ვიცი რომ თქვენ ურთიერთობაც გაქვთ ამ ქალაქთან არ გაგიწყვეტიათ არც ერთი წუთით აი მე არაფერი არ მოგვიმზადებია მე და თქვენ აი რამეს თქვენ თვითონ ხო ვერ გაიხსენებთ ამ არაჩვეულებრივ ქალაქზე ხო, ხოთა როგორ არის? მე წერ ხოლმე ახლა იცით რომანებს წერ, ლექსებს ადრე წერდი, სალამ ომი არ დაიწყო და არ დამთავრდა, მე ლექსები ვერ დავწერე და რაღაც პიესებს წერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
აი მოგიტანე წიგნი, ჩემი 4 რომანია გამოსული ერთად და ძირითადად ეგ არის სოხუმზე და თბილისი. თბილისის სოხუმი, აი რაღაც ერთ ქალაქად არის და ყველაფერი აქ არის მოგონებები და შემდეგ და შემდეგ. დრო რო გექნება წაიკითხა. 4 რომანი. 4 რომანი. ხო და სოხუმზე რა შემილია მეტი გითხრა ძალიან ბევრი რამ, რა თქმა უნდა. და მათ შორის მინდა გავიხსენო უფრო ჩემ ბავშვობა, ახალგაზრდობა, სოხუმი იცით თქვენ რომ საპორტო ქალაქია და დაახლოებულია ყველა ქალაქს, ყველა საპორტო ქალაქს, ყველა ზღვას, ყველა ოკეანეს და მან ხშირად მოცურავდნენ ხოლმე უამრავი გემი მოცურავდა. მან ეგ არის იყო საბერძნეთიდან, იყო ამერიკელებიც იყვნენ, ინგლისელებიც იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ბავშვები პატარობისას მივდიოდით მათთან და აი ხურდაფულებს უცვლიდით ხოლმე მათ ფულებში. ანუ ჩეხოსლოვაკიის ფული არ იძერებოდა წყალში, დადებდი ზევით და ტივტივებდა ან თქვა და ხალხსტუგებს უცვლიდით და ასე შემდეგ და სულ ვოცნებობდით რომ აი როგორია ამერიკა, ერთი ნეტავ ამერიკაში გვამყოფა და ასე შემდეგ. ჩვენ გვასწავლიდნენ სკოლაში და ინსტიტუტებში რომ ამერიკა ცუდია, რომ მანდ არის კაპიტალიზმი, რომ კაპიტალიზმი არის საზიზღარი სისტემა საერთოდ და კარგია სოციალიზმი, კარგია ლენინი და ასე შემდეგ და აი რაც უფრო მეც გვეუბნებოდნენ ამათ, მით უფრო მეტად გვაინტერესებდა როგორია ამერიკა, ოკეანის მიღმა და ასე შემდეგ. როდესაც უკვე დიდი გავხდი, სოხუმის სიახლოვეს გულრიფშის რაიონში ააგეს პეპსიკოლას ქარხანა. ეგ იყო ამერიკული კომპანიის თავისთავად და აი პეპსიკოლას რო სვამდით რაღაც ამერიკისა და თავისუფლების გემო ქონდა ამას, თავისუფლების გემო ამ პეპსის ქონდა და მე გარდა ამისა ჩემზე უფროსი ბევრად ბიჭები, მე მახსოვს ჯონ ფიჯერალდ კენედი როდესაც მოკლეს, მაშინ განიცადა სოხუმის ახალგაზრდობამ ეგ სიკვდილი საოცრად და ერთი იყო ზურა ჩხეტია, რომელიც წავიდა მთავარ პოსტაში, გააგზავნა დეპეშა ამერიკაში, დააწერა ესე იგი თეთრი სახლი, რუსულად რა თქმა უნდა, ვაშინგტონი და მიუსამძიმრა სოხუმელი ახალგაზრდების სახელით ამერიკელებს რომ მოკლეს კენედი და რა თქმა უნდა ის არ გაცდენია კეკებეს შენობას მისი დეპეშა მოვიდნენ საღამოს რომ ნახეს ერთი ქარაშუბთა ბიჭია ნუ მაშინ უკვე დამშვიდნენ და ზურაზე ხელი ჩაიქნიეს რომ ეს არ ყოფილა სერიოზული კაცი და წავიდნენ ჩემს ახალგაზრდობაში კიდევ იყო რა იყო აი რადიო ხულიგნები იყვნენ მაშინ და მიკვირს ეგა რომ როგორ ვახერხებდით რომ აი რაღაც რადიოთ გავსულიყავით რაღაც ის მუსიკები აკრძალული აი ხო გვეუბნებოდნენ არ ვარ გამათი არაფერი არც ელვის პრესლის უშვებდნენ როკ-ენ-როლი ხომ არ შეიძლება დაგძალულიყო ბიტლზების არ შემოუშვეს და მაშინდელ საბჭოთა კავშირში გარდა ამისა რა ვიცი Deep Purple იყო ნახსენები დღეს სადღაც თქვენ გადაცემაში აი ამათ უსმენდით ჩვენ გვეცვა რაღაც ამერიკული მაისურები ვღეჭავდით ამერიკულ საღეჭ რეზინას და მოკლედ ყველანი ნატრობდით რომ იც იქნება ეს ფარდა რომ არიარსებებს და იქნებით სხვებთან ერთად და აი სოხუმი განსაკუთრებული კოლორიტი თქვენ ბრძანეთ იყო ქალაქი მრავალეროვნული მან ნუ ხშირად რუსულად საუბრობდით რა თქმა უნდა და როდესაც საუბრობდით რუსულად ვერ გაიგებდი რომელი იყო ქართველი რომელი იყო ბერძენი რომელი იყო აფხაზი და ასე შემდეგ და ეს სამწუხაროდ მე იყო ომი ეს ყველას ერთად დაგვატყდა და დაგვემართა ეგ ომი და ამ ომის დროსაც იმ სოხუმელმა სლენგმა ჟარგონმა ნუ თავისი ქნა კერძოდ რა რომ თქვა და ომის პერიოდში იყო შემთხვევები როცა დაპირისპირებულები გადაეყრებოდნენ ერთმანეთს და ვერც არჩევდნენ ერთმანეთისაგან იმიტომ რომ საუბარი ერთნაირი კალაშნიკოვი ერთნაირი ფორმები ერთნაირი და ასე შემდეგ და ტრაგიკული იყო ეს რა თქმა უნდა მაგრამ სოხუმი იყო ასევე დიდი იუმორის ქალაქი და უამრავი რამ მისი იუმორიდან არის ამ ციკლში ძალიან დიდი მადლობა ამ ციკლს მე აუცილებლად წავიკითხავ ძალიან მაინტერესებს ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი სამინისტროს დაქვემდებარებაში არის რამდენიმე იურიდიული პირი ხო სიპს ეძახიან სიპი ხო საჯარო მეც დიდხანს ვერ გავიგე ეგ სადღაც ნახევარი წლის შემდეგ მე თავიდან სხვა რაღაცა მეგონა სიპი ხო რაღაც გასიპება იყო ასე რომ იქნებ ჩვენი ორგანიზაციო გაასიპოთ რაღაცა და ესეთი ახლა 83-ია თუ 83 საჯარო იურიდიული პირი 83-ია. მაინტერესებს ამ სიაში თუ შედის გია სურამელაშვილი. ეგ რატო? არა, ვიცით როგორ ეხა, ბატონო, ეხა ეთნოგრაფიული მუზეუმი ხო არის სიპი? და თქვენ გონიათ რომ ეთნოგრაფიული მუზეუმი უფრო დიდ განძს ინახავს ვიდრე გია სურამელაშვილის მკერდი? ისე გამახსენდა რომ განაცხადის შემოსულია.
ხო, განაცხადი, ეხ სურა მელაშვილი იცი როგორ სურა მელაშვილი და გი არ ეწერა ვიფიქრე რა ვიზია ლაპარაკი, მაგრამ გოდერძი სურა მელაშვილი. გოდერძი მეგონა, მაგრამ არა, ხა თქვენ დააზუსტეთ ეგა და ასე, მაგრამ ეხლა როგორ არის, მაგ იმდენი რამეა, ესე იგი, იმდენი საგანძური აქვს, ესე იგი, ბატონ გიას, რომ იმას ყველას ჭირდება იმას ჩვენ კომისია ხო ყავს, რომელიც ანიჭებს, აი თქვა და იმ სტატუსს, რომ ეს უნდა გახდეს CP, ან თქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ კომისიის წევრები ჩვენთან ძალიან მაღალი პროფესიის ხალხი ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რომ აი თვითოულ საგანძურზე მუშაობენ, რამდენიმე მათგანი არ ყოფილა ჩვენი პლანეტის, ანუ მიწიური წარმოშობის, ეგ არის საიდანღაც, ანუ შეიძლება უცხო პლანეტელების მიერ ერთდროს ან ახლახან ჩამოტანილი და თვითოულზე უკვე თვეების განმავლობაში მიდის მუშაობა, თქვენ იცით მე ჩვენი კომისიების ამბავი ეგენი დიდხანს მუშაობენ, დიდხანს შემდეგ გადასცემენ იურიდიულ განყოფილებას, შემდეგ ფინანსური განყოფილება და ტრიალებს და მე ყველაფერს მემაბრალებენ, რომ ესე იგი ძალიან აჯანჯლებს საქმეებს კულტურის სამინისტრო და მე რა შუაში ვარ. ესე იგი, რამდენი ამბავი გამოიწვია გიას სურამელაშვილის საგანძურმა? მე არ ვიცი. კარგით, მე არ მიყვარს ხოლმე ამ ასეთ თემებზე ხუმრობა და საუბარი, მაგრამ რადგანაც მე და თქვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და თქვენ არანაირი ამაზე პროტესტი და პრეტენზია არ გაქვთ, თქვენ აი ასე ვთქვათ, სიარულის დროს არ ხრით ხოლმე ძალფეხს. ამას სპეციალურად აკეთებთ, რომ მე თქვათ, რომ მუხლ ჩაუხრელი ვშრომობ ქართველი ხალხისთვისო თუ მართლა რაღაცა ხდება. ესე იგი ორივე. გამომადგა, ესე იგი ჩემი ძველი ტრამვები, დაბომბვის ტრამვები და შემდეგ ბევრ რამეში გამომადგა სხვათა შორის და იყო ესეთი მომენტი, უღელტეხილი დავტოვეთ სოხუმი და აი ბოლო დაბომბვაში რომ მოხდი დავიზიანე ეგ მუხლი კიდევ ერთხელ ხო და ჯოხით მოვდივდი და მიშველა, მაგრამ მიხსნა, ის კი არა რომ აი მუხლი ჩავხრალა, აი მიხსნა, იმიტომ რომ მე მოვდივდი ნელა ჯოხით 65 კილომეტრი, ჯანიანი ბიჭები იყვნენ ჩემი მეგობრები, რომ ჩქარობდნენ სწრაფად, თას სხვა ლოგიკა აქვს, სვის ხალხს ეგ არ ვიცოდი სვის ხალხმა ეგა და ბევრი ესე იგი ცუდად გახდა შუაგზაში, შეჩერდა დასახმარებელი და მე ნელა გადავიდი, მაგრამ სადღაც ერთ ადგილას ძალიან რო დავიღალე, ჩამოვჯექი და ესე იგი ჩემი მეგობარი თანაკლასელი ჯემალი მომყვებოდა და მეუბნება ადექი ახლა მე ვთხარი ცოტას დავისვენებ თოვლია რაღაც. მაგრამ აი ხო რაღაც ამოიყო ჯიბიდან ამოიყო და ესე იგი ოდეკალონი იყო და თან ბავშვების სურნელია რაღაცა და წამისვა სახეზე მიირთყა სახეზე ამ სურნელმა გამომაფხიზლა და ვთხარი რა ოდეკალონია და სამკუთხა რაღაც ესეთი ფლაკონი. ხო და ეგ გავხედე ესე იგი მის შემდეგ თვალით არ ვინახავს. კრასნაია მოსკვა იყო ასეთი ოდეკალონი და მე ვთხარი კაცო ამ უღელტეხილით მოვდივარ ამ კრასნაია მოსკვამ დაგღუპა და კიდევ ეს მოგაკ ამ შინელის ჯიბით გადააგდე მოთხარი და გადავაგდეთ კრასნაია მოსკვა მაშინ ჩვენ თქვენ როგორც მინისტრი ასევე აჯილდოვებთ ხოლმე იმ უცხოელებს რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში მე მყავს ორი კანდიდატი ფოტო მაქვს. ახლა მათ ვერ შემოვიყვან, მაგრამ მოდი ვნახოთ ფოტო. რომ ვის შეიძლება დავაჯილდოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. გთხოვთ გავუშვათ რა, ვანახოთ ფოტო ბატონ მინისტრს. აი დააკვირდით თხზულებები ხო წერია და ზემოთ არის აკაკი წერეთელი. ხედავთ ხო ბატონ მინისტრო? კი. თხზულებები იკითხება. ეს არის ფრაგმენტი ერთ-ერთი რუსული პორნო ფილმიდან. სადაც სანამ საქმეს შეუდგებიან, მსახიობები ათვალიერებენ აკაკი წერეთლის თხზულებებს. მეტყობა რაღაცა გარკვეული ზემოქმედება აქვს აკაკის. 10 მილიონი ნახვა აქვს. 10 მილიონი. და რაღაცნაირად ხო არ თხოვოთ დათო ოქიტაშვილს რომ დაგვეხმაროს და აი ამ ხალხს ვარსკვლავი გაუხსნათ, მაგრამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს, სად შეიძლება რომ პორნო ვარსკვლავებს გაუხსნათ ვარსკვლავი? არა, ჯერ უპირველეს ბოდიში ტავტოლოგიისთვის ვარსკვლავებს, მაგრამ აი სად შეიძლება? აი როგორ გონიათ თქვენ? აი პირველი რამ გონია რომ
აი აკაკის გამზდელი რო წააკითხო ეხლა ემათვისაც ეს ციგნი უჭირავთ და მე იმ პორნო ფილმის ავტორსაც ეგ უპირველეს ყოვლისა კარგი და საინტერესო მომენტი იქნება. ხო და შემდეგ ბოლოს რა? აკაკის გამზდელი თურმე მე მათ გამზდელებს. არა, აკაკის გამზდელი არ აღზნებს. აღზნებს ღამურა. ღამურა. ერთხელ უგნურმა ჩიტუნამ იუკადრისა ჩიტობა და იწყება თურმე ჩიტუნები. ხო, ისო ღრმად შეგისწავლეთ ეგ პორნო ფილმი. რამდენჯერ უყურეთ? რამდენჯერ უყურეთ? მე ჯერ 42 წლის ვარ და 13 ჯერ. 13. მე 42 წლის რომ ვიყავი. 18 ჯერ მაინც მქონდა ესეთი ფილმი. მაგრამ თქვენ ხო ისეთ ქვეყანაში გაიზარდეთ, სადაც სექსი არ იყო. ხო და ამიტომ უყურეთ 18 ჯერ. კაი, სად გაუხსნათ ვარსკვლავი ამ ხალხს? ხო, ეხლა დაგვასწრო ჩვენ კიდე კარგი რომ ჩვენ ეგ სანამ მოგივარდნენ ახლა გახთილები კულტურის სამინისტროს. ჩვენ აქვე გადავწყვეტ. აბა არია გიმღერეს კაბინეტში. ესენი რა სიზავენ თქვენ კაბინეტში ხო წარმოგიდგენთ? ხო და სად რომელიმე პარკში თქვენ რომელს იტყვით? აი ეს კაი პარკია, კაი სახელიც ქონდა. აი იქ რო არის ყაზბეგზე. ყაზბეგზე რომ არის კი. ცირკთან. კიდო? ცირკთან შეიძლება. შეიძლება. კი ბატონო. მეტი? მეტი რა ვიცი, კიდე სად შეიძლება? მე მგონი გუფის უნდა ვკითხოთ. გუფი. სად დადიხარ ხოლმე კიდე? კარგი, დავანებოთ ახლა ამას რაღაცა მე და მინისტრმა ცოტა გავერთეთ მე და ბატონი მინისტრი. ახლა თქვენ გეგმებზე გვითხარით, უახლოესი გეგმები რა გაქვთ? აი უახლოესი გეგმები პირველ რიგში. აი ხშირად ვიარო თქვენთან, რათა ეს ხალხი მომიტინგეები უფრო ხშირად აქ როგორც მეხამრიდმა თქვენ რომ ამარიდოთ და ესე იგი მათ რო შევხვდე. ეგ პირველ რიგში და შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ვიარო თქვენთან, რათა ეს მიტინგები ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს კულტურის სამინისტროსთან. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. ბატონო გურამ, იმიტომ რომ დიდი ხანია მოლაპარაკება მიმდინარეობს. სულ ძალიან დიდი ხანია მინდოდა რომ თქვენ ჩემი სტუმარი ყოფილიყავით, ჩვენი სტუდიის, ღამის შოუ სტუდიის, ჩვენი გადაცემის. და ძალიან მიხარია რომ მოაღწიეთ. რომ მოხდა ისე რომ შეხვედრები გადადეთ, მე ამას მამაღლა ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს ქონდა დაგეგმილი შეხვედრები ბატონ გურამს და ეს შეხვედრები გადადო ხვალისთვის. ხვალ მიბრძანდით მინისტრის კაბინეტთან და რაც გინდათ ის იყვირეთ. მე ჩემი საქმე გავაკეთე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იუმორის მქონე. დიდი მადლობა ჩემო. გურამ მირიანე ოდიშარია. დიდი მადლობა ჩემოთა მოწვევისათვის ყველა ძალიან დიდი მადლობა. ვიდრე რომ ჩვენ თუ ხანდახან არ ვიცინეთ, ესე იგი ცხოვრება დამძიმდება ძალიან და ჩვენ კი ეს რა თქმა უნდა არ გვინდა და გისურვებთ წელს ყველაფერი ყოფილიყო ძალიან კარგად და მეტი იუმორი, მეტი სიხალისე და მეტი სიყვარული სათნოება ჩვენ შორის. გურამ ოდიშარია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა.